დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება. დღეიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 1 მაისიდან საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება. დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყაროც. საპენსიო ფონდს კი შეიძლება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიები დააჯარიმოს. თავად კერძო სექტორს ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიიჩნევს, რომ დაჯარიმების მექანიზმი დასახვეწია, რადგანაც არსებული მიდგომით შესაძლოა როგორც დამრღვევი, ასევე კეთილსინდისიერი გადამხდელიც დაჯარიმდეს. ნუცა შუბაშვილმა მოისმინა შეფასებები და დეტალებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნუცა, რა პოზიცია აქვს კერძო სექტორს? Ina მოგესალმები. დიახ, დღევანდელი შესული ცვლილებების თანახმად საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საპენსიო შენატანების განხორციელებას დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით. ეს ერთი მხრივ კომპანიებისთვის საპენსიო შენატანების განხორციელებას ამარტივებს, თუმცა აქვე შემოდის ჯარიმების სისტემაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კი დამსაქმებელი საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებას დაარღვევს, ის დაჯარიმდება. ჯარიმის მოცულობა კი პირველ ეტაპზე 500 ლარია. ბიზნეს აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს როგორც ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია რაციოს და მენეჯერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნანა ახალაია ჩვენთან საუბარში აცხადებს, თავარი პრობლემა დაჯარიმების ის მუხლია, რომლის მიხედვითაც კომპანია იმ შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს მას ჯარიმა, თუ კი შემდგომ პერიოდში დეკლარაციას თავად დააზუსტებს და მაგალითად ნაკლებად გადახდილ საპენსიო შენატანს სრულად დაფარავს. 1 მაისიდან თუ მაისისთვის განმავლობაში შენ განხორციელებულ შენატანზე დასაქმებულისთვის არ გვექნება გადარიცხული ბიზნეს 15 ივნისამდე თანხა საპენსიო სააგენტოს ფონდში და არ გვექნება შესაბამისი დეკლარაცია გადაგზავნილი 15 ივნისს სამშემოსავლო დეკლარაცია, ამ შემთხვევაში გავჯარიმდებით 500 ლარით. ვფიქრობ, რომ კორექტირების შესაძლებლობა დაჯარიმების გარეშე უნდა გქონდეს, მანამ სანამ საპენსიო სააგენტო შეამოწმებს, ასე ვთქვათ, მონიტორინგს განახორციელებს. რადგან კორექტირების შესაძლებლობა გვაქვს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საშემოსავლო დეკლარაციის და ამ ნაწილშიც მგონია, რომ რაღაც ტიპის დათმობებზე უნდა ვიმსჯელოთ. იმავე პრობლემაზე საუბრობენ ბუღალტერთა კლუბი ფორუმშიც, როგორც ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა ხარჩილავა აცხადებს, საბუღალტრო სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა, რომ დეკლარაციის წარდგენისას გადამხდელს მცირე უზუსტობა უფიქსირდებოდეს, თუმცა მისი გარკვეულ ვადაში გამოსწორების შემთხვევაში მას სხვა ტიპის გადასახადების მიმართ ჯარიმა არ ეკისრება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სწორედ მსგავსი პრაქტიკა უნდა გავრცელდეს საპენსიო შენატანების მიმართაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი შეფასებით არსებული მიდგომით შესაძლოა როგორც დამრღვევი, ასევე კეთილსინდისიერი გადამხდელებიც დაჯარიმდნენ. ეხლა საპენსიო ეუბნება ხალხს, რომ თუ დააკორექტირებ, დაჯარიმდები, საშემოსავლო დეკლარაცია და საგადასახადო კანონმდებლობა კიდევ გვეუბნება, რომ შენ თუ შენი ნებით მიხვდი და ნახე, შეცდომა დააკორექტირე და ბიუჯეტს სწორად გადაუხადე გადასახადი, არანაირი საჯარიმო სანქცია ამაზე არ გიკისრება. ანუ ორ გაურკვევლებაში მოხვდით, ესე იგი, რა ქნას ეხლა ბუღალტერმა სიტყვაზე 5 ლარისთვის თუ 100 ლარისთვის შეიძლება დასაკორექტირებელი კონდეს კეთილსინდისიერ გადახდეს საშემოსავლო დეკლარაცია და გაუხდა საფიქრალი დააკორექტიროს თუ არა, ანუ შემოსავლების სამსახურს და საგადასახადო სისტემასთან დააკმაყოფილოს ეს კეთილსინდისიერად გადასახადის გადახდა, თუ არ დააკორექტიროს, იმიტომ რომ გაცილებით მძიმე სიტუაციაში აგდებს საპენსიო შაშენებული სვეტი, იმიტომ რომ ის აჯარიმებს დააკორექტირების შემთხვევაში არ ითვალისწინებს, ასე გამოდის კეთილსინდისიერებას, რომ დაშვებული შეცდომის გამოსწორების საშუალებას არ აძლევს და აჯარიმებს. აღსანიშნავია, რომ ამოქმედებული ცვლილებების თანახმად ჯარიმები ვრცელდება იმ კომპანიებზეც, რომლებიც საპენსიო შენატანებს არაჯეროვნად 2025 წლის 1 მაისამდე ახორციელებდნენ, თუმცა ამ შემთხვევაში თუ კი დამსაქმებელი შეუსაბამობას იქამდე აღმოფხრის, ვიდრე საპენსიო ფონდი მას შეამოწმებს, მასზე ჯარიმები უკვე აღარ გავრცელდება. აღსანიშნავია, რომ კანონში შესული ცვლილებებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდის და კერძო სექტორის შორის შეხვედრა უკვე რამდენჯერმე გაიმართა, მომდევნო შეხვედრა მომავალ კვირასაა დაგეგმილი, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ამ პრობლემურ საკითხებზე საუბარს კიდევ ერთხელ გეგმავენ. მადლობა ნუცა, დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვებზე ნუცა შუბაშვილის.